სწორედ ბათუმი გახდა სულ სხვა პროფილის ხელოვანების ჩანაფიქრის რეალიზების ადგილი. ზღვისპირა ქალაქში იდეამ მუზეუმი კედლების გარეშე მოქანდაკეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრიბა. ღია ცისქვეშ 17 მარმარილოს ქვისგან 6 სკულპტურული კომპოზიცია იქმნება, რომლებიც საბოლოოდ ბათუმის ახალ ბულვარში განთავსდება. მარინა ბოლქვაძე გაეცნო მოქანდაკეების ნამუშევრებს. მარინა, როდის შეიძლება დამთვალიერებელს ქანდაკებების დასრულებული ვარიანტის ნახვა? ეს არის ძალიან საინტერესო და საკმაოდ შრომატევადი პროცესი, სანამ უზარმაზარი მარმარილოს ზოდებისგან კონკრეტული ფიგურის სილუეტები გამოიკვეთება. 4 დღის განმავლობაში, უკვე მეოთხე დღეა, ქართველი და უცხოელი მოქანდაკეები შეუსვენებლად 12 საათის განმავლობაში მუშაობენ. შეიძლება ითქვას, აქ ბულვარის ტერიტორიაზე გაცხარებული შემოქმედებითი პროცესია. დრო არის საკმაოდ შეზღუდული, ზუსტად 21 დღეში ამ ტერიტორიაზე უკვე დასრულებული სკულპტურული კომპოზიციები უნდა ვიხილოთ. კონტურები უკვე გამოკვეთილია. მარმარილოს უზარმაზარი ქვისგან საბოლოოდ მასშტაბური სკულპტურული კომპოზიცია უნდა შეიქმნას. სამუშაო ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელია. ამიტომაც თითოეული ქანდაკების შესაქმნელად დიდი ძალისხმევაა საჭირო. საკმაოდ რთული პროცესია, დრო ცოტა გვაქვს. ჩანაფიქრში ყვავილი უნდა გამოვიდეს, თუმცა როგორი იქნება საბოლოოდ ვერ გეტყვით, რადგან მუშა პროცესი მუდმივ იმპროვიზაციას გულისხმობს. საბოლოო ვერსია აუცილებლად მოგეწონებათ. ჯონი გოგიბედაშვილის სიცოცხლის სვეტი საქართველოში პირველად ბათუმში დაიწყება. ესპანეთი, გერმანია, ამერიკა, საფრანგეთი, კორეა და ამჯერად საქართველო. ცნობილი ქართველი ხელოვანი მოქანდაკეთა საერთაშორისო პლენერს საქართველოში უერთდება. ამის ცოცხლობ მე, როცა აქ მუშაობ, ესაა ჩემი ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა. ძალიან საინტერესო არის, რომ ეს მოქანდაკეები ნელ-ნელა მოვიზიდოთ ჩვენთან. ძალიან ბევრია კიდე ჩვენს გარდა, ბევრი კარგი მოქანდაკეა და ნელ-ნელა ეს უნდა განვითარდეს. ეს არ უნდა გაჩერდეს. ეს კულტურის ყველაზე საუკეთესო ნაწილია. მოქანდაკეები ამბობენ, რომ სკულპტურის გაცოცხლების პროცესი დრამატულ თამაშს გავს. შექმნის დროს იდეა მუდმივად იცვლება, ამიტომ საბოლოოდ რა გამოვა ხშირად თავად შემოქმედმაც არ იცის. ესპანელი მიგელ ისლა უკვე წლებია ამ თამაშს თამაშობს. ამჯერად ბათუმში. მისი სკულპტურა მოდერნის სტილში იქნება და როგორც ყოველთვის აბსტრაქტული. ყოველი სკულპტურის შექმნა დრამატულ თამაშს გავს. კეთების პროცესში როლში სულ უფრო შედიხარ. აქ კი მთავარი იმპროვიზაციაა. ქანდაკების ხასიათი აუცილებლად იმ საზოგადოებას უნდა მოერგოს, სადაც მომავალში ქანდაკება გააგრძელებს არსებობას. მე ეს ამჯერადაც ასე გავაკეთებ. ამიტომაც ჩემს ნამუშევარს აუცილებლად ქართული სული ექნება. მალე ამას თვითონაც ნახავთ. სკულპტურების ღია მუზეუმის იდეა კომპანია ბათუმი არტს ეკუთვნის. განხორციელების ინიციატივა კი აჭარის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს. მასშტაბური პროექტის განხორციელება საქართველოში პირველად ბათუმით დაიწყო. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ბათუმის ახალი ბულვარი ქანდაკებების მუზეუმად უნდა იქცეს. ეს ადგილი კი ტურისტების საყვარელ სანახაობად. იქნება ახალი კულტურული სივრცე, ძალიან საინტერესო პროექტია და ყველა ტურისტს ჩვენს თანაქალაქელებს ვეპატიჟებით გაეცნონ ამ პროექტს. პროექტი არ იქნება ერთჯერადი, ყოველწლიურად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ ქანდაკებების სიმრავლე კიდევ ბათუმის ბულვარს ახალ შესაძლებლობებს მისცემს და ახალი კულტურული სივრცე იქნება. ჩვენს ქალაქებში არის ღია ცისქვეშ ესეთი სახის მუზეუმები ქანდაკებებისა. ბათუმმაც არა ბათუმი. მიუხედავად იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი არქიტექტურული სიახლეები, ბევრი ახალი ნაგებობები, შენობები იშენდება აჭარაში, ბათუმში და თავისთავად ახალი ბულვარით კიდე თანამედროვე ხელოვნების შედევრია. მაღალი დონის ოსტატების ჩამოყვანა ქანდაკების სფეროში, როგორიც არის იტალიელი ალესიო რანალდი, ესპანელი მიგელ ისლა და გერმანელი როლანდ მაიერი ჩვენ არ ყოლია ისინი ჩამოყვანილი აქამდე და რაც თავარია მათი შესრულებული ნამუშევრები დარჩება ბათუმს და ეს იქნება დასაბამი სწორედ ახალ ბულვარში თანამედროვე ქანდაკების მუზეუმის გახსნის. თეთრი მარმარილოს უზარმაზარი ზოდებისგან კონკრეტული ფიგურების გამოკვეთამდე ჯერ კიდევ 21 დღე რჩება. როგორ იქნება მოქანდაკეების ჩანაფიქრის საბოლოო სახე, დამთვალიერებელი ამის ნახვას 5 ივნისს შეძლებს. ჯერჯერობით დადასტურებულად არ არის გადაწყვეტილი თუ სად განთავსდება ქანდაკებები, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 6-ვე სკულპტურა ბათუმში დარჩება. სწორედ ამ სიმპოზიუმზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა ტრადიციული ბათუმში მოქანდაკეების პლენარი.